ამ საზარელმა დანაშაულებმა შოკში ჩააგდო ავსტრალიისა და სრულიად მსოფლიოს მოსახლეობა თავისი სისასტიკითა და უსაზღვრო ბოროტებით. სამართალდამცავები უშედეგოდ ცდილობდნენ დაედგინათ, ვინ იყო ამ საზარელი დანაშაულების ავტორი. ყველაფერთან ერთად კი მათთვის გამოცანად რჩებოდა ერთი ადამიანის ჩადიოდა ამ სისასტიკეს თუ ორი. ყოველწლიურად ავსტრალიას ათასობით ტურისტი სტუმრობს, ზოგიერთი იქ რამდენიმე კვირას, ზოგი კი რამდენიმე თვეს ატარებს. ტურისტების უმრავლესობას მოგზაურობა ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროზე უყვარს. მათი მოგზაურობა სიდნეიდან იწყება, როცა მათ დიდი ქალაქები ბეზრდებათ, ჩრდილოეთით კერნსში ან სამხრეთით მელბურნში მიემგზავრებიან ავსტრალიის ეგზოტიკური ველური ბუნების სანახავად. ისინი ხშირად ავტოსტოპით მოგზაურობენ. ეს იაფიც არის და ავსტრალიის ადგილობრივი მაცხოვრებლების გაცნობის საშუალებასაც იძლევა, თუმცა ადგილობრივი მთავრობა მოგზაურებს მოუწოდებს მსგავსი გადაადგილებისგან თავი შეიკავონ, რადგან ბოლო წლების განმავლობაში ავსტრალიის გზებზე ავტოსტოპით მოგზაურობისას ბევრი ტურისტი უკვალოდ გაუჩინარდა. 1992 წელს სექტემბერში ორი სპორტსმენი ბელანგლოს ტყეში სირბილში ვარჯიშობდა. მოულოდნელად ისინი ბილიკიდან რამდენიმე მეტრში ახალგაზრდა გოგონას ცხედარს წააწყდნენ. ცოტა მოშორებით 30 მეტრში კი მეორე გოგონას ცხედარი იპოვეს. შემთხვევის ადგილზე მისული პოლიცია ნანახმა სანახაობამ შოკში ჩააგდო. ერთ-ერთ გოგონას თავში 10 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული ცეცხლსასროლი იარაღიდან. გამომძიებლები ვარაუდობდნენ, რომ მკვლელმა იგი სასროლს სამიზნედ გამოიყენა. მეორე გოგონა სხვა მეთოდით იყო მოკლული. მკვლელმა მას დანით 14 ჭრილობა მიაყენა, 4 მკერდში, 1 კისერში, 9 კი ზურგში. სამართალდამცავები ვარაუდობდნენ, რომ მკვლელმა მსხვერპლი ჯერ ხერხემლის მიდამოში დაჭრა, რამაც გოგონას პარალიზება გამოიწვია, შემდეგ კი გააუპატიურა. დანარჩენი სასიკვდილო ჭრილობები კი უკვე პარალიზებულს მიაყენა. მოკლული გოგონების ვინაობის დასადგენად გამომძიებლებმა მოითხოვეს იმ დროისთვის ყველა დაკარგული ტურისტის სტომატოლოგიური ჩანაწერები და მათი დახმარებით მალევე დაადგინეს მოკლულების ვინაობა. ისინი იყვნენ ბრიტანელი ტურისტები, 21 წლის კეროლაინ კლარკი და 22 წლის ჯოან უოლტერსი, რომლებიც 5 თვის წინ გაუჩინარდნენ. ჯოანმა კეროლაინი სიდნეიში ტურისტული ტიპის ჰოსტელში გაიცნო. გოგონები დამეგობრდნენ და გადაწყვიტეს ავსტრალიაში ერთად ემოგზაურათ. 1992 წლის აპრილში მათ სიდნეი დატოვეს და